ჩემი მოხსენება მინდა დავიწყო იოანე ზოსიმეს ლოცვით, რომელსაც თქვენ ეკრანზე ხედავთ. დიდება შენ და ღმერთო, რამეთუ ვირისყავდა მომადლე სოფლის ამას, აღსრულებად საქმე ეს. რას მოისმენთ? ჰემატოლოგია. პირველ რიგში გავყვებით იოანე ზოსიმეს ხელნაწერს და მასთან ერთად წარმოვიდგინოთ რაიმდენიმე პატარა ფრაგმენტის მტკიცებულებას. ყველაფერი ძალიან მარტივი ალგორითმით იქნება წარმოდგენილი, რომ არამათემატიკური განათლების ადამიანებისთვისაც ადგილ-აღსაქმელი იყოს. ძირითადად ფაქტობრივად მტკიცებულებითი ნაწილი იქნება მოტანილი, უამრავი სხვა არგუმენტიც არსებობს. დასრულებულია 2000-მდე სამეცნიერო ელექტრონული გვერდი ნაშრომისა ტრილოგია. გამოცემულია მხოლოდ პირველი წიგნი. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ როგორც მეცნიერი ვფლობ მათემატიკური სტატისტიკასა და ალბათობის თეორიის ელემენტებს და ამდენად ყველაფერი რაც წარმოდგენილია ასევე ალბათურად და მათემატიკურად გამყარებულია. ამდენად ყველას არაფერი აქვს საერთო ეზოთერისტთან, ამას ხაზგასმით ვამბობ. მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ ეს არ არის კლასიკური გაგებით ენათმეცნიერება, ყველა ეყრდნობა მათემატიკური ლოგიკის, მათემატიკური ლინგვისტიკის, რიცხვითი ანალიზის, მათემატიკური მოდელირების პირველ ელემენტებს, ხოლო შედეგები, რომელიც ამოშიფრული იქნა, ასტრონომიის, მათემატიკის და კალენდარმცოდნეობის პირველ ისტორიას ეხება. იმ პერიოდში, რომელზეც ვისაუბრებ, და ეს პერიოდი სულაც არ ემთხოვა იოანე ზოსიმეს მოღვაწეობის პერიოდს მე-10 საუკუნეს, არც იყო გამიჯნული ერთმანეთისგან მეცნიერების დარგები, ცოდნა ერთიანი და სინთეზური იყო. როგორ აღმოჩნდით, მე-10 საუკუნის ხელნაწერიდან წინარე ქრისტიანულ პერიოდში, ამაზეც გექნება საუბარი. ნოტარიკონი, თემურა და გემატრია, პირველი ორი ლექსიკური ფორმა და როგორც კი მათემატიკური სტატისტიკა და ალბათობის თეორია შედგა როგორც მეცნიერება, ფაქტობრივად იმ დღიდან გაირკვა, რომ არასაიმედოა დაშიფრვისათვის. ხოლო მესამე გემატრია რიცხვით სიმბოლებს ეყრდნობა და მაღალსაიმედოა. დღეს დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ იოანე ზოსიმე გემატრიის დიდოსტატი იყო. ალბათ ასევე გაუცდა იგი, როცა გემატრიის მეთოდების გამოყენებით გაშიფრა თვითონ ძველი ქართული და მიაგნო იმ სიბრძნეს, რომელიც განსაკუთრებული ღირებულების იყო და დაწერა ამით მან ქართული უფლის ენად მიიჩნია და დაწერა ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი და თვითონ თავისი ხელნაწერი იგივე შიფრით დაშიფრა, ანუ გემატრიით დაშიფრა, ასე რომ ვინც მის ხელნაწერს გაშიფრავდა, როგორც პრიზი ხელში აღმოაჩნდებოდა შიფრის ის გასაღები, რომლითაც წინარე ქრისტიანული ფაქტობრივად ქართული ენის შესაქმეში ძირითადი სიტყვები იქნა დაშიფრული. როგორც ჩანს, ესეც იყო მისი მიზანი. ყველა შედეგი, რომელსაც აქ მოისმენთ, მხოლოდ ლოგიკაზე დაყრდნობით იქნა ჩემს მიერ მიღებული. ახლა აღმოჩნდა, რომ ის წესები, რომელიცაც მე ლოგიკურად ძველ ქართულში მივაკვლიე, ძალიან კარგად იციან ებრაელმა და ბერძენმა მეცნიერებმა და იყენებენ მას. მინდა ასევე ვთქვა, რომ გემატრიას ძალიან სერიოზული სამეცნიერო კვლევები ეძღვნება ისრაელში, დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით. მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ქართული გემატრია თვისობრივად განსხვავდება ებრაული და ბერძნული გემატრიებისგან და აქედან გამომდინარე მას პირველადობის ნიშნები გააჩნია. უნებრივად ჩნდება უმთავრესი კითხვა, მაინც რას იძლევა გემატრიის არსებობა. ამდენად ჩემი მოხსენება ოდნავ სხვაგვარად იქნება აწყობილი, ჯერ იმას გაჩვენებთ, რა იძლევა გემატრიის არსებობა და ანუ შედეგებს და შემდეგ მტკიცებულებით ნაწილში გადავალ, მისი შემოკლება მე შემიძლია. რა თქმა უნდა, ყველაფრის დამტკიცებას და გაშლას ვერ მოვახდენ, მაგრამ ის საკითხები, რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ და იქნება შეკითხვები, ჩვენ გავშლით. აქამდე ითვლებოდა, რომ არსებობს ებრაული, ბერძნული, ლათინური გემატრიები,
ჰემატრია ბიბლიის შექმნილ ხალხებს უნდა ჰქონოდა, ამდენად ქართველებს არ უნდა ჰქონოდა. ქართული ჰემატრიის არსებობა უძველესი ბიბლიის შექმნელი ხალხის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტს აჩენს, უფრო მეტით ალბათურია, რომ ჰემატრიას ქართული ქალდეული ფესვები აქვს. ის რომ ქალდეული ფესვები აქვს, დღეს ამაზე ებრაელი მეცნიერები შეთანხმებულები არიან და ძველი რიჩი სწორედ ეს მეთოდი იქნა გამოყენებული. ეხლა იყვება, რომ იგივე ცოდნა მაღალკორელირებულია ძველ ქართულში, ასე რომ ქართულ ფესვებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ჰემატრიით შექმნილი ლექსიკა ნათერხილვით გააზრებულადაა შექმნილი და ეს უმთავრესი სარწმუნოებრივი, მსოფლმხედველობრივი, კალენდარული სიტყვებია. ძველ ქართულში დღეს უკვე მიგნებულია 500-მდე ასეთი სიტყვა. სიტყვების ასტრონომიულად ორიენტირება და მისი შედარება ცისვლად სურათთან მათი შესაქმეს დათარიღების შესაძლებლობას ქმნის. იქმნება წინარე ქრისტიანული ისტორიის რეკონსტრუქციის შესაძლებლობა, ამით ქართული ჰემატრია ძირეულად განსხვავდება სხვა ჰემატრიებისგან. ასეთი ლექსიკიდან ყველაზე ადრეული სიტყვა ამბანის არსებობის ზღვარია, რადგან ჰემატრიული სიტყვა ამბანის მთელი სისტემის არსებობის გარეშე ვერ იქმნება. ასე რომ ქართული ამბანის შესაქმე დაახლოებით 1000-1500 წლით დროის მიღმედში ინაცვლებს. იმ ცოდნის სიღრმე და ხარისხი, რაც ძველ ქართულშია გამოვლენილი, რაც ასტრონომიის, სარწმუნოების და კალენდარცოდნეობის პირველი ისტორია, დიდი ცივილიზაციის კვალი. აღმოჩენას აქვს სარწმუნოების და მეცნიერების ისტორიის, ენათმეცნიერული, ისტორიოგრაფიული და სარწმუნოებრივი, მსოფლმხედველობრივი გამოყენებითი მხარე. ამიტომაც იმაზე განსაკუთრებით მინდა შევჩერდეთ, მინდა გითხრათ, რომ არის მომენტები, რომელიც ქართული ეკლესიისთვის ძალიან საინტერესოა. ახლა პრაქტიკული ღირებულება. ჰემატრიული ინფორმაციით მტკიცდება, რომ ქართული კვალი ქრისტიანობის პირველ ისტორიაში დომინანტურია. ის ცივილიზაციის პირველ საწყისებს ერწყმის. გამოვლენილია ფარნავაზის მეფობისას გამხელილი ძველი ქართულის ნაშთები, ამან განავრცო ენა ქართლისა, მაღალი ალბათობით ეს ჰემატრიული, ანუ ქურუმთა ფარული ენა. ამოცნობელია დაფარულის გამხელის ერთიანი სქემა ბაბილონის ტყვეობიდან დაწყებული, ფარნავაზის მეფობით გაგრძელებული და ასე შემდეგ. ამდენად სქემა მთლიანად ამოცნობელია, თუ შეკითხვები იქნება, გიპასუხებთ, ბაბილონის ტყვეობისას გაცემული ცოდნა დანიშნული იყო, ამდენად მისი რეალური ავტორის დადგენა შესაძლებელია. უმთავრესი ასტრონომიული სარწმუნოებრივი ლექსიკა, მზე, მთვარე, კაბალა და ასე შემდეგ ქართული ანბანისმიერი სიტყვებია, მე ძალიან კარგად მესმის, როგორი თეორიები არსებობს ამის შესახებ, მაგრამ ეს ასია, მისი გავრცელების მასშტაბის გათვალისწინების ეს ქალდიადან ამოტანილი ცოდნა უნდა იყოს. როცა ვამბობ ქალდიადან ამოტანილი, სრულიადაც არ გულისხმობ, რომ მანდამაიც ეს ნაკადი იქედან სიტყვების ამოტანა ხდებოდა და ეს პირიქით პროცესი არ იყო. შუმერ, ბაბილონი, ქალდია, წინარე საქართველოს მემკვიდრეობებობა, დაფარული ცოდნის კავშირებიდან გამომდინარე, მაღალალბათურია ქართულში მიგნებულია სრულწოდა ბაბილონის სიბილწის ნიშანი და ამაზეც შემეძლება გარკვეულად გიპასუხოთ. ასევე მიგნებულია მეთოდოლოგიური აპარატი, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას ძველი ქართულის კვლევისას ქართველი ენათმეცნიერების მიერ. ამ შედეგების გათვალისწინებით ეს ფაქტები დროში განაწილებულია. დღის ესრიგში დგება წინარე ქრისტიანული საქართველოს ისტორიის ახლებურად გააზრების საკითხი და მინდა ვთქვა, რომ ეს სრულიადაც არ გულისხმობს აქამდე არსებული კვლევების უარყოფას, არამედ მინდა გითხრათ, რომ საბჭოთა პერიოდში ბიბლიურ ხარხებთან ნათესაობა აკრძალული იყო საბჭოთა ცენზურის მიერ. ახლა ეს ტაბუ უნდა მოიხსნას და ფაქტობრივად ქართულ ისტორიოგრაფიაში ჩნდება ახალი შენაკადი, რომელიც წინარე ქრისტიანულ პერიოდს ახლებურად წარმოგვიდგენს და ვფიქრობ ამაზე ღირს მუშაობა. ახლა მაინც გავყვეთ იონე ზოსიმეს ხელნაწერს, თქვენ გახსოვთ ის, როგორ 130 წელია ეს ამოცანა დგას ქართული ენათმეცნიერების წინაშე, მისი შინაარსი
განმარტეს ალექსანდრე ზაგარევმა, კორნელი კეკელიძემ და პავლე ინგოროვმა, შინაარსი ასეთი გახლავთ, ქართული უფლის ენა, სხვაზე აღმატებული და უკეთესი, მეორედ მოსვლის შემდეგ ღმერთი ქართულად განიკითხავს. ასამდე სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა, 4 ხელნაწერია, 3 მისი გადაწერილი გახლავთ, ეს ტექსტია და მაინც თვალშისაცემი იყო ცდომილებები, რომელიც ხელნაწერში აღმოჩნდა. პირველ რიგში ერთა იგივე ქარაგმა სხვადასხვანაირად არის ჩაწერილი სხვადასხვა ადგილზე, უამრავი ლაფსუს კალამი გვაქვს, ერთგან თუ სწორად წერია სიტყვა, მეორეგან ასოაკლია, მაგალითად დამარხულს ლოაკლია, მესამედგან დღემდე სამიმის გამოყენებითაა დაწერილი, სიტყვა მარაგია ნახსენები, ამოსაშიფრის სიტყვა, არასწორი გრამატიკული ფორმებია, უამრავი კითხვების წარმოქმნილ ადგილთა სიჭარბე გვაქვს და როგორც აღმოჩნდა, როცა ამაზე კვლევები წავიდა, ჩაითვალა, რომ ბუნდოვანება მისი სტილია, ცუდად ხედავდა და ასე შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, ეს ასე არ არის და მით უმეტეს უგულისხმობა სრულიად წარმოუდგენელია მის სპეციალობასთან, თუ შეიძლება ასე ითქვას, იგი ბერი იყო და კალენდარცოდნეობით იყო დაკავებული. ერთი მხრივ ეს გამოწვეული იყო შიფრის დაცვის აუცილებლობით და მეორე მხრივ ეს გამოიწვია იმან, რომ თვითონაც უნდა ხაზი გაესვა იმისთვის, რომ ხელნაწერში რაღაც განსაკუთრებული ხდება და პირველ რიგში ხაზი გაესვა იმისთვის, რომ ხელნაწერში შიფრია. ახლა დავაკვირდეთ, ხელნაწერი შედგენილია იმდროინდელი დაშიფრის ტრადიციების გათვალისწინებით და ამდენად რეცეპტები, რომელიც მასთან მიმართებით, ასეთ ხელნაწერთან მიმართებაში გამოიყენება მსოფლიო მეცნიერებაში, ძალიან კარგად არის ცნობილი, სამწუხაროდ ქართული ენათმეცნიერება ამას ვერ ითვალისწინებდა. შეიძლება იმიტომ, რომ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ერთი პირველი რეცეპტი ეს გახლავთ, რომ უძველესი ხელნაწერის შიფრის გასაღები თვითონ ხელნაწერშია. როცა 1000 წლის მერე ვაგზავნით ინფორმაციას, რა თქმა უნდა, შიფრის გასაღები ცალკე არ უნდა იყოს, დავაკვირდეთ ხელნაწერს, ორ ადგილზე ერთ და იგივე ინფორმაცია მეორდება, ერთგან წერია, რომ ლაზარე 4 დღის მკვდარია და თითო დღე ისე უნდა იქნეს გათვლილი როგორც 1000 წელი, ანუ 4000 იძლევა, ხოლო მეორეგან იგი წერს, რომ წილი ზის, რომელი 100 იარს და იტყვის 4000-ს მარაგსა. ანუ 100 წილი 100 წ გადაყავს 4000-ში. მექანის იძლევა 100-ს გადაყვანისა რიცხვში და ამ საკითხს ოდნავ მერე შევეხებით, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ერთ და იგივე ინფორმაციის ორჯერ გამეორებით იგი რაღაცნაირად აზიანებს ტექსტს, მაგრამ შეფარულად იძლევა შიფრის გასაღებს. პირდაპირ ზედაპირზე შიფრის გასაღები, რა თქმა უნდა, არ დევს. იგი არ წერს, რომ წილი ზის, არამედ წერს, რომ წერილი ზის, რომელი 100 იარს და იტყვის ყოვლად 4000-ს მარაგსა, ქართული ენათმეცნიერება მიუხვდა ავტორს და ჩაასწორა წერილი წილით, იმიტომ რომ წერილი არ არის 100, წილი 100 და იგი გვეუბნება 4000-ს. ამდენად თვითონ შიფრის მოცემის ხარისხით იგრძნობა დამშიფრავის ოსტატობა და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს ხელში მექანიზმი, რომელიც ჰემატრიას უდევს საფუძვლად. ჰემატრიის 20-მდე წესია დღეს აღდგენილი ქართულში. საერთოდ ჰემატრიის საფუძველი ალგორითმია, რომლითაც 100 სიტყვა ან ფრაზა რიცხვად გადადის, ანუ ეს ისაა, რაზეც წერა მოგახსენეთ, რაც იმ გასაღებში დევს და ამ რიცხვთა ურთიერთმიმართებით დგინდება ამ სიტყვებსა და ფრაზებს შორის კავშირები. ებრაულ ჰემატრიაში 75 ასეთი წესი არსებობს. ეხლა გადავიდეთ მტკიცებულებით ნაწილზე და მაინც დავსვათ უმთავრესი კითხვა, ოდნავ მოწყვეტ იოანე ზოსიმეს ხელნაწერს და დავსვათ უმთავრესი კითხვა. არსებობს თუ არა ქართული ჰემატრია? ეხლა სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდე, მინდა გითხრათ, რომ ეს წესი ჩემს მიერ ლოგიკურად იქნა მიგნებული და ახლა აღმოჩნდა, რომ ებრაელი მეცნიერები იგივე წერენ. ებრაელი მეცნიერები წერენ, თიხის ფირფიტები გვიჩვენებენ, რომ გემატრია უძველეს დროში გამოყენებული იყო როგორც საიდუმლო კოდი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ღმერთებს ეხებოდა, გამორჩეული ყურადღება ექცეოდა ღმერთთა სახელებს. იოანე ზოსიმე ბერი იყო და თუ რამე უნდა შეესწავლა, პირველ რიგში ღმერთთა პანთეონთან დაკავშირებით მას უნდა კვლევა დაეწყო და აი მივუბრუნდეთ ძირითად მომენტს,
ქართული გემატრიის არსებობასა და მტკიცდება. ებრაელისთვის მზე 8 თვალა, ისევეა ბერძენისთვის. თუ შეხვდით ინტერნეტში და მოიძიებთ მზის გრაფიკულ სურათს, აღმოაჩენთ 8 თვალა მზეებს, იმიტომ რომ ებრაელი მეცნიერების გაკეთებული პროგრამებია. და ებრაულ გემატრიაში ღმერთის რიცხვი გახლავთ ორჯერ გამეორებული მზის თვალთა რაოდენობა, იმიტომ რომ მზე ღმერთთან ჰქონდა საქმე 88 ან 888. ეს არის აღმოსავალი წერტილი ებრაული გემატრიისთვის, ამაზე კარგად წერენ თვითონ, იმიტომ რომ ეს იცოდა ბატონმა თამაშ შენკელმა, რომელიც პირველი გავიდა გემატრიაზე და ფაქტობრივად დაიწყო კვლევები ამ მიმართულებით, მაგრამ გემატრიაში ჩაუხედავი გარემოს გათვალისწინებით კვლევები შეწყდა სამწუხაროდ. ამასვე წერს ალისტერ კროული, რომ 888 ბერძნული და ებრაული გემატრიის რიცხვია, მაგრამ ქართულში მზე 8 თვალა არ არის. მე მტკიცებას აღარ შევუდგები, ჯერ კიდევ კირიონი წერდა, რომ ქართველისთვის მზე 9 თვალა, ეს ცხადია. თუ იგივე წესი გამოყენებულია ქართულში, მაშინ ქართულ გემატრიაში ღმერთის რიცხვი უნდა იყოს ორჯერ ცხრიანი ან სამჯერ ცხრიანი, 99 ან 999. ეს ცხადია. აქედან გამომდინარე, თუ გვაქვს ჩვენ სიტყვა, რომელიც 99 ან 999 იძლევა, ძალიან ელემენტარული ალგორითმით. მე ვიყენებ უმარტივეს ალგორითმს, ხოლო რიგით სათვალავთ ან რიცხვ მნიშვნელობათა შეკრებას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, რომ არსებობს ქართული გემატრია. ეხლა მე ამბავ ცხრილს წარმოგიდგენთ, თქვენ რომ შევამოწმოთ, მხოლოდ 31-100 მოცემული, იმიტომ რომ სხვა არ გჭირდება და აქვე დავაკეთოთ ეს მაგალითი. დავწეროთ ქართული სიტყვა, ქართველური სიტყვა, რომელიც ღმერთს აღნიშნავს მეგრული ხორონთი, შეგიძლიათ შეამოწმოთ ცხრილიდან. ხუ 25-ია, რიგით სათვალავში, ო მე-16, რო მე-19, ო ისე მე-16, ნუ უკაცრავად მე-14 და თუ მე-9. შევგრიბოთ 41, 60, 76, 90, 99. ხორონთი იძლევა 99-ს. ეხლა შევგრიბოთ რიცხვ მნიშვნელობები. ხო 700-ია. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ იქ ო 70, რო 100 რიცხვ მნიშვნელობებით, ო ისევ 70, ნუ 50, თუ 9. 770, 870, 940, 990, 999. სიტყვა ხორონთი შექმნილია ასეთი მეთოდების გამოყენებით და იგი ნათელხილით პერიოდში შექმნილი სიტყვის შთაბეჭდილებას ტოვებს. ახლა დავთვალოთ შემთხვევითობის ალბათობა, რომ ისი არ გამოვიდეს. მინდა გითხრათ, რომ ის რომ რიგით სათვალავში ქართული სიტყვა დაახლოებით 1-დან 200-მდე მნიშვნელობას იღწევს, ჩავთვალოთ, რომ 100-მდე მნიშვნელობა აქვს, ანუ ის რომ 99 ამოვა ჩვენთვის ხელსაყრელი 1 მიასედია ამის ალბათობა. ის რომ რიცხვ მნიშვნელობებში ქართული სიტყვა იღებს 0-დან 20,000-მდე ფარგლებში მნიშვნელობებს, ის რომ იგი 999 გახდება, ჩავთვალოთ, რომ ეს 1,000,000-ია და მეგრულში სულ ჩავთვალოთ, რომ 100,000 სიტყვაა, თუმცა თქვენ იცით, რომ შეიძლება გაცილებით მეტია და სამივე ყველაფერი ერთად გვაქვს, გადავამრავლებ და 100 მილიარდს მივიღებ. შემთხვევითობის ალბათობა 1 ისე ვავაკლოთ, რომ რამე გადაჭარბებულად არ გამომივიდეს, შემთხვევითობის ალბათობა 10 მილიარდიდან 1-ია. ის რომ ასეთი სიტყვა მივიღეთ, როცა სიტყვა არსებობს და მე ვქმნით ამბავს, ესე იგი 100 მილიარდჯერ უნდა შევქმნათ ამბანი, რომ ასეთი შედეგი დადგეს. აქ ტექნიკური საზოგადოებაა და ბუნებრივია მათთვის ეს ყველაფერი ძალიან გასაგები და მისაღებია. ეს რომ ასე იყოს, მხოლოდ ჩვენ ვითხოვდით, რომ კიდევ რაღაც შემთხვევითობასთან გვაქვს საქმე. 99-ია ქრისტეს გემატრია,
იგი გადმოაგვდა 99, ისე აკეთებენ რომ 99 იყოს. 99-ია მამა ღმერთის ხემატრია, 99-ია ელიოხიმი ბიბლიური ღმერთის სახელი, 99-ია დღესინდელი ქალღმრთაება შამხერსურული წინარე ქრისტიანული პერიოდის გირგედის ხატი, რომელიც თვითონაც სლავური გირგედის ხატი, რომელიც თვითონაც არის 9 თვალამზის გამოსახულება, 99-ია გუდანის ხატი და ასე შემდეგ. ამ უამრავი მაგალითია, ასე რომ ქართულ ეკლესიას ორი ძირითადი სიწმინდე აქვს. ღვთისმშობლის კალთა გვიფარავს, კალთა ჩაიწერება როგორც კვალთა ძველ ქართულში და კვართი ღვთისმშობლის ბულბულის კვართია ჩვენთან. ერთის გემატრია არის 4-4-4, მეორესი 5-5-5 ჯამში ეს ორი სიწმინდე ერთობლიობაში იძლევა 999. სრულიად ცხადია ქართული გემატრია არსებობს, სწორედ ამაზე მოგახსენებდით იმ დასკვნებზე, რომელიც დასაწყისში ჰქონდა. მე აქვე მინდა ორ ძირითად მომენტს შევეხო, შეიძლება ყველაფერი ვერ მოვასწრო და დროში შეზღუდული ვარ. ორი ძირითადი მომენტი ხელნაწერის ერთი კულმინაცია. იოანე ზოსიმე წერს დასასწავლად ესე აქვს 94 წელი უმეტეს სხვათა ენათა ქრისტეს მოსვლიდან ვიდრე დღესამდე. ქართული ენის სასწავლის ნიშანი არის 94 წელი. სრულიად გაუგებარია, როგორც შეიძლება ერთი ენის სასწაული ყოფილიყო 94 წელი, ამიტომ ხელნაწერმა განიცადა უამრავი ჩასწორება. იგი ჯერ 94, ჯერ 104, მე 96 ჩასწორებული იქნა. ბოლოს ბატონმა თამარ შენკელმა სავსებით სწორად დაწერა, რომ 4 ხელნაწერია და 4-ვეში 94 ცხადა წერია, ამიტომ აღდგენილი იქნა, მაგრამ ერთი გამოსვლელი, რომელიც მე ვიცი და ვიცნობ და საზოგადოებრივ კითხულობდა ამ ტექსტებთან დაკავშირებით ლექციებს, ამას ახსნიდა ასე, რომ ეს არის თავსატეხი. ეს არ გახლავთ თავსატეხი, ეს შიფრული ინფორმაცია და ბოლოს ქართული რომ უფლის ენა, ამის დამადასტურებლად იოანე ზოსიმეს მოყავს ფრაზა 100 ესე მოწამეთ წარმოგითხარ 100 ესე წელი ამბანის არის. რა თქმა უნდა ესეც შიფრული იყო და ასევე გაუგებარი იქნა და ჩასწორდა 100 ესე წილით, მაგრამ თავდაპირველი ვარიანტი ყველა ხელნაწერში წერია. მაგრამ კიდევ ერთი რეცეპტი, რომელიც ასეთი ხელნაწერებისთვის გამოიყენება, ასეთი რეცეპტია უძველესი ხელნაწერების გაშიფრვას კალენდარული, მათემატიკური და ასტრონომიული საფუძველი აქვს. ეხლა დავაკვირდეთ 94 წელს. თანაც აქ იოანე ზოსიმე ერთ და იგივე წინადადებაში მკვდარს არასწორად წერს, მკვდარი წერს, სხვაგან სწორად უწერია, ლაზარეს ევერბად გამოყენებით წერს და ატოლებს ერთმანეთთან ხემატრიულად მკვდარს, ლაზარეს და წელს. რატომ მკვდება წელი? დავაკვირდეთ ამ ფრაზას. 94 წელში. ფაქტობრივად რაც რეცეპტითაა მოცემული ყველაფერი გვაქვს. 94 ეს მათემატიკაცაა გარკვეულად რიცხვია და აქედან გამომდინარე 94 მზის გადახრის კუთხეა, მზის წერტილის ამოსვლის გადახრის კუთხეა წლის განმავლობაში ძველი წელთაღრიცხვის 1000 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე აქ ასტრონომიაცაა გარკვეულად თანაც წელი კალენდარული ერთეულია და გარდა ამისა დედამიწის მზის გარშემო შემოვლის დროა, ამდენად აქ ყველაფერი გვაქვს, რომ მას დავკვირებოდით. იმის გათვალისწინებით, რომ კალენდართან გვაქვს საქმე, ჩვენ დავიწყოთ, ოდნავ შევეხოთ კალენდარულ ისტორიას. ძველი წელთაღრიცხვის 4000 წლისთვის ეგვიპტე მიცის მზის მოძრავი კალენდარი, იგი შეიცავს 12-ად განაწილებულ 30 დღიან მონაკვეთებს, თვეები მაშინ არ იყო, მაგრამ დაახლოებით თვეებს, რომელიც გვაძლევს 360 და ბოლოს მას, ანუ 12-30 უდრის 360 და ბოლოს მას 5 ეგრეთ წოდებული ეპაგომენი, ანუ ღმერთისადმი მიძღვნილი დღეები ემატებოდა. ეგვიპტე იცოდა, რომ ეს არასწორი იყო, მაგრამ რელიგია კრძალავდა ამ ჩასწორებას. ქართულშიც ფაქტობრივად ქართულ ლექსიკაში ჩანს იგივე. ქართულში ნაკიანი წელი ქვია იმ დღენამად წელს და არადღენაკურ წელს. ესე იგი ქართულით სწორად მიიჩნევდა 365 დღიან კალენდარს და ახლა კალენდარზე რადგან მივედით, ისევ დავუბრუნდეთ ამბანურ სისტემას
და ქართული ამბანის მე-12 დავაკვირდეთ. ქართული ამბანის მე-12 ლასი ქვია მას. იგი 12-ია რიგით სათვალავში და რიცხვნიშვილობებით 30. თავის დროზე ლას აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ ამოიცნო ეს თევზის ღვთაება გურიაში ახლად სათევზაოდ რომ მიდიან ლასას ევედრებიან ნანადირებს. აქედან გამომდინარე გავითარდა ეს და შემდეგ პავლე ინგორობას და ბატონი რამაზ პატარიძის შრომებში ცხარო დადასტურდა რომ ქართული ამბანის მე-12 ლას თევზის ზოდიაქოს აღნიშნულია. ესე იგი გვაქვს ვერძის ეპოქა, ვერტში იწყება ყველაფერი. მაგრამ დააკვირდით მე-12-ს, მისი რიგით სათვალავი 12-ია და რიცხვნიშნულები 30. ასე პირდაპირ იძლევა თავისი ჰემატრიები და ჰემატრია ამის საშუალებას ქმნის 12-ჯერ 30, ანუ 360. მით უმეტეს ძველი შუარული ანდაზა თუ შეიძლება ასე ითქვას ამბობს რომ ბედისერას ცაზე 12 გაჩერება აქვს და მე-12 გაჩერებით წრე იკვანძება. იქ წრე უნდა იყოს მართლაც 12-ჯერ 30 360-ია და ეს წლის დღე შეიძლება იყოს, წრის ნაწილი შეიძლება იყოს. ქართული ამბანის მე-500 გახლავთ და იგი იძლევა 5. ანუ 5 მიმართებული 360 გვაქვს 365, ანუ სიტყვა ელი იძლევა პირდაპირ მექანიზმს. თუ მას დავუმატებთ ქართული ამბანის 31 წელს, რომელიც წრის წმინდა რიცხვის აღნიშნულია, მაშინ პირველად ჩადებული ამაზე კითხვა არ არის, ეს ბატონ რამაზ პატარიძე ძალიან კარგად უწევია, გამოდის სიტყვა წელი. გამოდის რომ სიტყვა წელი მექანიზმში მოიცავს მზის მოძრავი კალენდრის სქემას. კოლხეთში და დასავლეთში უმაღლესი შემოქმედი ღმერთის სახელი იყო, ერთად დაკავშირებული ყველა სიტყვა ნათებას აღმოსავლეთ მზეს უკავშირდება. ელი გადააქვთ სემიტებს და ელი სემიტებში ღმერთის სახელი ხდება, ბელი და ბაალი გალებში გადადის, არც ერთი ამბანით და არც ერთი ლექსიკით ელი კალენდარი არ არის. კალენდარი შემთხვევით არ იქნა აღებული, რადგან კალენდარი მზის მოსვლის, მზე ღმერთის მოსვლის განრიგი იყო. ასევე მინდა ვთქვა, რომ როდის უნდა ყოფილიყო ქართული აპარგომენი, ეს ძალიან კარგად განსაზღვრა ბატონმა რამაზ პატარიძემ, მან გაითვალა, რომ ეს ბუნიობით იწყებოდა ეს წელი და უნდა დამატებითი დღეები უნდა ყოფილიყო გაზაფხულის ბოლოს. ეს ის მომენტია, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ძალიან სწორად და კარგად იკვლევს და ადგილს ეს არ დადეგია, რომელსაც სულხან-საბა უწოდებს, არ დადეგი არის რა გაზაფხულზე მზელ ომზე შევებს 20 ივლისი. 20 ივლისს უნდა აღნიშნულიყო და დამატებოდა ამ ღმერთისადმი მიძღვნილი დღეები. თუ ღმერთს კალენდარულად ღმერთის სახელს ელი ერქვა, მაშინ უნდა დარქმეოდა ამ დღესასწაულს. ელიობა, რა თქმა უნდა. დღეს თელ საქართველოში 20 ივლისს უკვე მართლმადიდებლ დღესასწაული აღინიშნება, ღმერთისადმი მიძღვნილი დღესასწაული და ეს საყოველთაო დღესასწაულია ყველგან. ამდენად სიტყვა ელი მზის მოძრავი კალენდარის შემცველია. მაგრამ რა არის ავტორის სტრატეგია? დავაკვირდეთ ამოცნას. იგი ერთგან წერს, რომ წერილი გვაქვს, რომელი ასოიავს და მისი ამოცნა არის წილი. მეორეგან წერს, რომ წელი და წელი ამბანისა ამოხსნისთვის ხელშემწყობი სიტყვა და ამოცნა არის წილი. და ბოლოს თავი გუნდოვანება, კულმინაცია, წელი 94. რა უნდა იყოს მისი ამონახსნი? მისი ამონახსნი ბატონებო უნდა იყოს ასე წითი დაწყებული სიტყვა, იმიტომ რომ იონე ზოსიმე განსაკუთრებით ჩერდება წილზე, რადგან საერთოდ ქართული სახარება ასო წილით იწყება და მათე სახარება წილით იწყება და ის სიტყვა უნდა იყოს, რომელიც ივანეს ზოსიმეს არ უხსენებია. ასეთი სიტყვა გახლავთ, სიტყვა წელიწადი, რომელიც განსაკუთრებული ღირებულების შემცველია და მე დროს დავზეგავ და ვიტყვი, რომ მასში ჩადებულია ქართული მზის კალენდარი, უზუსტესი კალენდარი, რომელშიც 128 წლიანი ციკლები გვაქვს და მასში 32 ნაცვლად, 31
ნაკიანი 4 წლეულია, ბოლო 4 წლეული ნაკის გარეშე გადის და მისი სიზუსტე ამ ერთდღიანი სტომილების ნიველირების შემდეგ მისი სიზუსტე გასაოცარია. ეს კალენდარი თავის დროზე ამბანში იქნა ქართველ ენათმეცნიერთა მიერ წაკითხული. ბატონი რამაზ პატარიძის მიერ მის წიგნში გვაქვს მოცემული და ახლა იგი მიგნებულია სიტყვაში წელიწადი. მინდა ვთქვა, რომ მისი სიზუსტე 17-ჯერ აღემატება მაიას ტომების სიზუსტეს, 19-ჯერ აღემატება იმ სიზუსტეს, რასაც ომარ ხაიამის კალენდარი ქვია და ახალი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნეში შუა აზიაში იქნა მიღებული, 170-ჯერ ეგვიპტურ კალენდარს და 850-ჯერ იმ კალენდარს, რომელთან ჩვენ ცხოვრობთ. და თქვენ გითხავთ, რატომ გონია, რომ მომდამაინც წელიწადია ამის ამონახსნი? საქმე იმაშია, რომ წელიწადი გარდა იმისა, რომ მექანიზმში მოიცავს ამას, მისი ხემატრია გახლავთ 94 მე აღარ გამოვიყვანთ ეგ დაფაზე ჩანს, რომ წელიწადის ხემატრია არის 94 რიგით სათვალავ და ჯამი. როგორც კი ეს შედეგი მივიღე, იმ წუთში მივხვდი, რომ მთელ ხელნაწერში უნდა გქონოდა 8050 ხემატრიულად. როგორ მივხვდი ეს? ამას ორნამ მოგვიანებით მოვახსენებ, დავთვალე და აღმოჩნდა, რომ აი მთელი ხელნაწერი აღმოჩნდა, რომ 8050 არ მაქვს. მე აღმოჩნდა, რომ მე ჩასწორებული ვარიანტი მქონდა ხელში, როგორც კი თავდაპირველი ვარიანტი მოძიებული იქნა, სიმონ 38-ში პირდაპირ დაფიქსირდა 8050 და ასევე ერთ ხელნაწერში ერთით მეტია, მეორეში ორით. ეს შეიძლება არასწორი ამოკითხვის შედეგი იყოს, მინდა ვთქვა, რომ რა არის 8050? 8050 რიცხვ-ნიშანთა ხემატრიაა სიტყვა წელიწადის. დავთვალოთ, წ 4000 ნიშნავს 5, ლ 30, ი 10, წ ისევ 4000, ა 1, დ 4. შევკრიბავ და ვღებავთ 8050. როგორც სასკოლო მათემატიკის სახელმძღვანელოს ბოლოში პასუხები გვაქვს მოცემული, იოანეს ზოსიმემ ასევე მოგცა დამატებით ინფორმაცია, რომ შეგვემოწმებინა ამონახსნი, ფაქტობრივად ამოხსნა მიღებულია, მაგრამ ამით არ თავდება ტექსტი. ტექსტი შიფრია შესამოსელი, შიფრია ლოცვა, შიფრია მისი ნახატი. უამრავი მისი ორივე სახელი ერთობლიობაში იძლევა იმ კალენდრის, რომელსაც ქართული კალენდარი ქვია, 128 წლიანი ციკლებით, ამ კალენდრის დღეთა რაოდენობას იძლევა იოანეს ზოსიმე. თვითონ შიფრი. აქედან გამომდინარე, ამოცანა ამოხსნილია და მაინც თქვენ შემეკითხებით, კი მაგრამ რატომ შეჭერდა იგი, რატომ აარჩია მან კიდე თუ არა კალენდარული სიტყვები, როცა ასეთი ამდენი ხემატრია აქვს. საქმე იმაშია, რომ მას უმნიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი ღირებულება მოაქვს. თუ ელი ქალდეული ღმერთი იყო და თუ ელი ებრაული ღმერთია, იესო ქრისტეს წინ უდიდესი ჭეშმარიტება მოუწვის. ელი ისეთივე მცდარია, როგორც მზის მოძრავი კალენდარი, ანუ ებრაულ ქალდეული ღმერთი, ხოლო იესო ქრისტეს წინ უმაღლესი ჭეშმარიტება მოუწვის, რომელიც პირდაპირ ამბობს სათქმელს, მთავარ სათქმელს. წრის ნიშანი რომ მოვაშოროთ, ჩანს ძირითადი ორი სიტყვა, ელიწადი. ელი უნდა წავიდეს, ქალდეულ ებრაული ღმერთის დრო დასრულდა, იწყება ახალი ეპოქა, იესო ქრისტეს ეპოქა. აი ამას ნიშნავს უმთავრეს სათქმელში ეს ყველაფერი. თავის დროზე ეს ძველი წელთაღრიცხვის 4000 წლიდან 1000 წლამდე 48 გრადუსიანი გადახრა იყო ერთი ბუდობიდან მეორე ბუდობამდე, მზე 48 გრადუსიან გადახრას აკეთებს 6 თვეში და შემდეგ უკან ბრუნდება. ამ დროს დააკვირდით სიტყვა წელს, მისი ხემატრიაც 48 გახლავთ. თითქოს სპეციალურად ვიღაცამ ჩადო შიგნით იმ გადახრის კუთხე და როგორც აღმოჩნდა ეს თითქოს არ არის. ყველა ქართული კალენდარული სიტყვა, კალენდარული ერთეული ასია შედგენილი. დააკვირდით, მე ახლა პირდაპირ მაგალითს გაჩვენებ. მოქცევა სიტყვა, რომელიც ნიშნავს ასევე წელიწადს და სარწმუნოებას, იძლევა 94 ხემატრიით. სიტყვა წელი 48 გრადუსს იძლევა წრის ნაწილს ფაქტობრივად წრის 4000 წლიდან 1000 წლამდე გადახრის კუთხეს, წანა ლაზური 47 იძლევა
ისევ მზის გადახრის კუთხეა 1000 წლის მერე სიტყვა წელიწადი 94 იძლევა მიჟლაწად სვანური რომელიც ასევე კალენდარია იძლევა აღმოსავლეთს ნიშნავს და იძლევა 94 აღმოსავლეთი ქართული სიტყვაც ასევე 94 სრულიად ცხადია შემთხვევითობის ალბათობა 100,000-დან ამდენად შეგვიძლია ვთქვა რომ ყველა ქართული სიტყვა რომელიც წლის ერთეულია იძლევა ამ რიცხვს აქედან გამომდინარე ჩნდება შანსი რომ სიტყვა წელი და უпростоრად შეიძლება დღეს დადასტურებულად მივიღოთ ძველი წელდაღრიცხვის 1000 წლამდეა შექმნილი თემატრიულად ეს ასე ჩანს მაგრამ ტექსტებში რა თქმა უნდა არ ფიქსირდება და უნდა გასაიდუმლოებულიყო რას ნიშნავს ეს ნიშნავს რომ ამბანი იქამდე არსებობს თორემ ისე თემატრიულ სიტყვას ვერ შექმნი აი ამის შემდეგ მინდა ვთქვა ვინ შექმნა ამბანი საერთოდ ის არ აქვს კალენდარი შემოქმედი ის ხალხია ვინაც ეს კალენდრები სიტყვაში ჩაიტანა და დაფარა ესე იგი მანასწორმა მოიპოვა და გაასაიდუმლოა სხვისი მიგნებული სულთარეს თაზას ვამბობ ლოგიკა სხვისი მიგნებულის და ჩვენგან გადმოტანილის სიტყვაში ჩატანას ან დაფარვას რა აზრი ქონდა თუ კი გახმაურებულია იმის დაფარვას რა აზრია არაფერი იმას აზრი არ აქვს და ამდენად სიტყვა წელი იქამდეა შექმნილი არც ერთი ამბანისა და ლექსიკის სინთეზით ელი კალენდარი არაა პირველადი ამბანის შემდეგ იქნება კალენდარული სიტყვა კალენდარი ქართულია და მის შექმნის დროს ამბანი არსებობს ქართულში ორი რიცხვი აღნიშნავს ღმერთთან დაკავშირებით ქართულ ხემატრიაში ერთია 99 და მეორე 51 99-ია ღორონთი დღესინდელი და ასე შემდეგ 51-ია მარიგე კვირია ადონაი და 51-ია ღერბეთ სვანური ღმერთის ამნიშნელი სიტყვა თითქოს წარმოიდგინეთ ახლა როგორ არის 51 იძლევა იესო 99 ქრისტე და აი ზოგად ქართული ჰემატრია კრებს ორს ძირითად გენებს სვანური 51 იძლევა მეგრული 99 თითქოს შემკრებია და სწორედ ასე გახლავთ 51 ღმერთის კაცებრივი ბუნების რიცხვია 99 ღვთაებრივი ბუნების ამნიშნელია ამდენადაც აქვს ამას ღირებულება და ეს ქართული ეკლესიის მიერ დღეს უკვე მიღებულია ახლა დავუბრუნდეთ ძირითად დასკვნას მე დანარჩენ ვარიანტებზე ვარს ვამბობ და ამტკიცებას მოვიყვანთ ბოლოში იოანე ზოსიმე წერს ის რომ ქართული უფლის ენა ამის მოწმედ წარმოგითხარ 100 ესე წელი ამბანისა დავაგვირდეთ და მოვაჩენთ რომ 100 ესე წელი იძლევა ორ რიცხვს 51 და 99 51 იესოს ხემატრია 99 ქრისტესი ის რომ ქართული უფლის ენა ამის მოწმედ და მოწამედ იოანე ზოსიმეს მაცხოვარი მოყავს და სრულიად ლოგიკური დასასრულია მისი ხელნაწერის ეს დასკვნა ამდენად გამართლებულია ხელნაწერი შედევრია დაშიფვრის ხარისხისაც გათვალისწინებით ისეთი სირთულის ამოცანაა დაშიფვრის გაკეთებული რომ თუ არა ნათელფრივითი პერიოდი სრულიად წარმოუდგენელი იყო როგორ შეიძლებოდა ეს ასევე მინდა ვთქვა რომ იგივე ინფორმაცია დევს სიტყვაში ერთი და ის ფაქტობრივად კოდი გამოდის ქრისტიანობის კოდი და ბაბილონის ისტორიაში როგორი გამოყენება შეიძლება კონდეს ამას ვინ იყვნენ ისინი ვინც ეს სორნა მოიპოვა ისინი არიელები იყვნენ მზის გადახრის კუთხე ძველი წელთაღრიცხვის 1000 წლის მერე არის 47 გრადუსი აქ ბატონი აგარგი გასვიანი ზის და ის დამემოწმება ამაში მზის წერტილის გადახრის კუთხე ამოსვლის წერტილის ეს ილუზიაა დედამიწიდან არიელი იძლევა 47 ქალდია იძლევა 47 იბერია იძლევა 47 ქალდია იბერია არიელი ერთმანეთთან ჰემატრიულად ტოვია და კავშირშია ეს საერთო ცოდნა შემდეგ ბაგრატიონები მოდიან ქვეყნის სათავეში და ბაგრატიონის რიცხვიც 47-ია ეს ცოდნა არსებობდა დაფარულად ეს ცოდნა არის ძველი ქართულში ჩადებული და მინდა ვთქვა თუ ეს ქალდიადან ამოტანილი ცოდნა მაშინ დამხტური ენა თქვა ხარნავაზის მეფობის დროს გამხელილი
დამხტულ ენას უნდა შეეცვალა ხემატრია, რადგან იგი სიტყვებს მოიგებდა. არა დამხტული ენა პირდაპირ იღებს და ხემატრიას არცვის. ეს ნიშნავს, რომ ამ ენებს შორის კავშირი, ბუნებრივი კავშირი არსებობდა და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ თუ მე-20 საუკუნის დასაწყისში შუმერ ბაბილონ ქარდია წინარე საქართველოს მემკვიდრეობითობის არგუმენტები არ არსებობდა, ახლა ქართული ლექსიკა წერილობითი წყაროს ფუნქციას იძენს. მე ამას სერიოზულად ვამბობ და მთელი მეცნიერული პასუხისმგებლობით მე დროში განაწილებული სტრუქტურა მაქვს, როგორ შემოდიოდა ეს ქართული სიტყვები და რომელ საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვით და ეს არგუმენტები გაჩნდა და რადგან ეს არგუმენტები არსებობს, დასკვნის სახით მინდა თქვა ქართულ მცოდნეობასა და ქართველოლოგიაში იოანე ზოსიმეს ხელნაწერის გაშიფვრის შემდეგ ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს.